მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯაჭვებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარკვეულ მიმართულებებზე, ასეულობით ფრენა გადაიდო და ცვლილებები განიცადა საჰაერო მარშრუტებმა. რა გავლენა აქვს ამ ვითარებას გადაზიდვების პროცესზე, იგრძნობა თუ არა შეფერხება და როგორ უმკლავდება სექტორი ახალ გამოწვევებს, გიგა სეთურიძე კამექსჯის რეგიონალური განვითარების დირექტორია თემის დეტალებით ჩვენი სტუმარი. გიგა, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. თქმა უნდა, პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ ბოლო პერიოდის არც ისე სასიამოვნო სიახლით და თუ როგორი ასახვა ჰპოვა ამ ყველაფერმა გადაზიდვების სექტორზე საინტერესოა მოვისმინოთ თქვენგან, რა თქმა უნდა გულისხმობთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობას, ასეულობით გადადებულ ფრენას, თუ იგრძნობა ეს ყველაფერი ადგილობრივად. სამწუხარო რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ეს ნამდვილად აისახება ბიზნესზე, მიუხედავად დატვირთული პერიოდისა, რაც ეხლა უნდა წამოვიდეს, ფრენები გადადებული არის, თუმცა ეს არ არის რაღაცა დიდხნიანი დაგვიანებები. მე ვფიქრობ, რომ უფრო დაგვიანებები ცოტა უფრო რაღაცა პერიოდის მერე იქნება, როდესაც ჰუმანიტარული ტვირთები წამოვა. იმიტომ რომ ეს უკვე პრიორიტეტული ტვირთები იქნება და ამ მიმართულებით, როდესაც დაიტვირთება ავიახაზები, შემდეგ უფრო იქნება დაგვიანებები. ეხლა რაც შეეხება, არის დაგვიანებები, თუმცა ვიტყოდი, რომ არც ისეთი ძლიერი დაგვიანება, როგორცაც მოველოდით, რომ იქნებოდა. კი ბატონო, ტრანსპორტირების დრო, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანია ტარიფების საკითხი. ამ მიმართულებით რა მოლოდინი გაქვთ? ტარიფებს ვფიქრობ, რომ გაიზრდება, იმიტომ რომ საწვავის ფასები იზრდება, როგორც ავიასაწვავი, ახლახანს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აიატამ გამოაქვეყნა, რომ წინა კვირებთან შედარებით ავიასაწვავი გაიზარდა 58%-ით. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად ტარიფებზე საქართველოში აისახება. ჩვენს კომპანიაში ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ტარიფები გაიზრდება, იმიტომ რომ ამას ვაბალანსებთ იმით, რომ ჩვენი ავიაკომპანიით ჩამოგვაქვს ამანათები და ტვირთები, შესაბამისად გვაქვს რაღაც ლავირების შანსი, თუმცა ზოგიერთმა კომპანიამ უკვე დაანონსა, რომ ფასები გაიზრდება. გიგა, კონკრეტულად რომელ მიმართულებებზე, რომელ მარშრუტებზე არის განსაკუთრებით პრობლემა და მოლოდინი ასევე პრობლემის გამწვავების და ასევე საინტერესოა კონკრეტული პრაქტიკაზე დაფუძნებული მაგალითი, თუ როგორ რეაგირებენ მსგავს სიტუაციაში კომპანიები და კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში როგორ რეაგირებთ, რამდენად არსებობს ალტერნატივები და ასევე დროის რამდენად მცირე მონაკვეთში ახერხებთ ხოლმე გადაწყობას. იცით რა, ჩვენი მთავარი მიმართულება მაინც ამერიკა და ევროპა არის, ჩინეთიდანაც გვაქვს ტვირთები, ვფიქრობ, რომ უფრო ეს შეეხება ალბათ უფრო ამერიკის მხარეს, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა პირდაპირ ჩართული არის ამ შემთხვევაში და ჰუმანიტარული ტვირთებით ალბათ უფრო ამერიკიდან დაიტვირთება და წავთქვათ, როდესაც ეს ყველაფერი რაღაც პერიოდით ჩაივლის. ეხლა რაც შეეხება დაგვიანებები არის ორივე მხარეს, როგორც ჩინეთიდან, ასევე ამერიკის მხრიდან და კომპანია ამას როგორც პასუხობს, არის რომ რაღაც ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, ასე რომ ვთქვათ. ამერიკის მიმართულებიდან მხოლოდ ერთი მიმართულება არის საჰაერო გზა არის, თუმცა ჩინეთის მიმართულებით არის ვარიანტები, ვთქვათ, სახმელეთოდით ჩანაცვლეს, თუმცა ვადებში ეს კიდევ უფრო გაწელოს ტვირთის ჩამოტანას, ამიტომ კომპანიების ცვალებადობაც ხდება ხოლმე, თქვა რომ ვირჩევთ კომპანიას, რომელიც მაგალითად არ დაფრინავდა ახლო აღმოსავლეთზე და თქვა წამოვა სხვა მარშრუტებით. კი ბატონო და ახლა ვისაუბროთ ზოგად სურათზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია ეს ყველაფერი, შესავალშიც ვახსენეთ. საინტერესოა მიმართულებები, რომელი ქვეყნებიდან იზრდება ამანათები და რომელია ბაზარი, რომელიც შეკიდევ არის, თქვა აუთვისებელი და არსებობს პოტენციალი. იცით რა არის, ჩვენ შემთხვევაში ამერიკა და ევროპა ორივე მზარდი ქვეყანა არის, თუმცა ეს არ არის რაღაც დიდი ზრდა. ჩინეთი უფრო მზარდი ბაზარი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ტემუ ჩაერთვა რამდენიმე წლის წინ და ტემუს ტვირთები საკმაოდ გაზრდილი არის. ჩვენი ავიაკომპანიით ვემსახურებით ტემუს ტვირთების ჩამოტანას და კვირაში 100-150 ტონაზე მეტი ტვირთი ჩამოდის ჩვენი ავიაკომპანიით და ეს კიდევ უფრო მზარდი არის. ველოდებით ახალ ავიახომალდებს, რომელიც დაემატება და ეს დაიტვირთება. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჩინეთის მიმართულება კიდევ უფრო განვითარებადი არის ამ ეტაპზე. კი ბატონო, გარდა იმისა, რომ ონლაინ ვაჭრობა არის გააქტიურებული, თქვენი ხედვით და დაკვირვებით რა დამატებით ეკონომიკურ ფაქტორებს გამოყოფდით, რაც რეალურად გადაზიდვების სექტორის დატვირთულობას და გააქტიურებას იწვევს? ვფიქრობ, რომ საქართველოში საჭირო იქნება დამატება ახალი ტერმინალების, რომელიც მოიმსახურება ამ ტვირთბრუნვას. ჯერჯერობით რა ტვირთბრუნვაც არის, ამას ასე თუ ისე უმკლავდება, თუმცა თუ და რა თქმა უნდა მოიმატებს ტვირთბრუნვა, დაჭირდება ახალი ტერმინალები, მომსახურების სფერო უნდა გაიზარდოს ამ კუთხით, საბაჟო პროცედურები უნდა გამარტივდეს იმ
კუთხით დაემატოს ვთქვათ კადრები, რომელიც უფრო სწრაფად მოიმსახურებიან ტვირთის გამბაჟების პროცედურას და საბაჟო პროცედურების აჩქარება იქნება საჭირო, რომ ეს ზეწოლა არ მოხდეს უშუალოდ აეროპორტში და ტერმინალზე, სადაც ხარისხდება ეს ტვირთები და გადის საბაჟო პროცედურებს. როგორ აფასებთ კონკურენციას ადგილობრივად გადაზიდვების სექტორში ოპერირებადი კომპანიების ნაწილში? რამდენად ჯანსაღია ეს მიმართულება და ვთქვათ, აი გამოწვევებს რა მიმართულებით გამოყოფთ? კონკურენცია საკმაოდ დიდი არის ჩვენ სფეროში, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი პოსტა არის დარეგისტრირებული და ბევრი პოსტა ემსახურება მომხმარებელს, თუმცა გამოყოფთ, რომ მაინც რამოდენიმე კომპანია არის, ასე ვთქვათ, დიდი კომპანია, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენ ვართ, რომელიც ამ სფეროში დომინირებს. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ესეთი არაჯანსაღი კონკურენცია არის, საკმაოდ ჯანსაღი კონკურენცია არის, მომხმარებლებიც საკმაოდ ბევრი არის და აქტიური არის. და ვფიქრობ, რომ ახალი მომხმარებლები წაიმატება დროთა განმავლობაში ამ სფეროში. მომხმარებლის ქცევა არის ნამდვილად შეცვლილი, რადგან გააქტიურებულია ონლაინ ვაჭრობა. საინტერესოა, რა არის ის ძირითადი ფაქტორი, რაც ნდობას განაპირობებს მომხმარებლის სასამართლო იმ კომპანიის მიმართ? ვფიქრობ, რომ თავი მაინც არის ხარისხი, სისწრაფე და ჩამოტანილი ფასები და ხარისხი. ხარისხი გულისხმობ იმას, რომ რამდენად უსაფრთხოდ ჩამოდის ტვირთები, რამდენად მალე ჩამოდის ტვირთები და ფასები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხალხი ირჩევს გამოწერას იმ კუთხით, რომ გაიაფოს ის ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანა და იცნება ეს ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი თუ რაღაც სხვა პროდუქტი, შესაბამისად ფასებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ კუთხით. კი ბატონო, აი ფასების ცვლილებას წლების განმავლობაში საკმაოდ ხშირად ხედავთ. გარდა ენერგომატარებლების საკითხისა, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ამას და რომ შევადაროთ კონკურენციის თვალსაზრისით, რამდენ კონკურენტულია დღეს ფასები ჩვენთან? იცით როგორ არის ფასები თითქმის რო გადახედოთ ახლა რამოდენიმე კომპანიას რაც საქართველოში ოპერირებს თითქმის ყველას ერთნაირი ფასები აქვს იქიდან გამომდინარე რომ ეს სფეროში ტრიალებთ ყველაფერი დამოკიდებული არის ავიაგადაზრდის თავარზე ანუ ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი ფასებში მაინც უჭირავს ავიაკომპანიას და გადაზრდის ფასებს თუ ეს გაიზრდება რა თქმა უნდა ფასებიც გაიზრდება ამის შემდეგ უკვე მოდის ამა თუ იმ კომპანიის თქოთ საწყობები რო ვის თავისაც ჩვენ მაგალითად ჩვენი საწყობი შესაბამისად გვაქვს იმის საშუალება რომ ფასები დავარეგულირებთ და არ გაიზარდოს. თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც დამოკიდებული არიან საზღვარგარეთის მფლობელ საწყობზე, შესაბამისად, მათი ფასები შეიძლება გაიზარდოს იქიდან გამომდინარე იმ ქვეყანაში გაიზრდება თუ არა ფასები. ესეც განაპირობებს და რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკური კუთხითაც თუ თქვათ იჯარების ფასი გაიზრდება, რაღაცა ხელფასები იზრდება, შესაბამისად ესეც აისახება ხოლმე ტრანსპორტირების ფასებზე. კი ბატონო, ჯამური საოპერაციო ხარჯი იზრდება და ეს აისახება უკვე ტარიფებზე, რაც ასე სასიამოვნოა ხოლმე მომხმარებლებისთვის და ძალიან გრძნობიარეები არიან ისინი ფასებთან მიმართებაში. საინტერესოა ტექნოლოგიების როლზეც ვისაუბროთ, რომელიც ზოგადად გლობალურად და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ელვის სწრაფით იცვლება და ძალიან ბევრი შესაძლებლობა ხელშესახები ხდება ლოგისტიკის მიმართულებაში როგორ არის ეს რამდენად გეხმარება ტექნოლოგიები პროცესების გამარტივებაში? კი ბატონო, ტექნოლოგიების გვეხმარება არის რაღაც აპარატურები, რომელიც დაფუძნებული არის თუნდაც კამერები, რომელიც აღიქონს მომხმარებლის მონაცემებს დატანილს ამანატზე, შესაბამისად ესეც ამარტივებს, რომ ფიზიკური დახმარება არ ჭირდება თქო ამანატს ამოცნობაზე და ვიყენებთ ამ სქემასაც, რომელიც თქვათ ახარისხებს ამანათებს თავისით, აქ გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომელიც ამოიცნობს ამანათებს და ეს გვეხმარება რა თქმა უნდა ამ ყველაფერში. კი ბატონო და ბოლოსკენ მოდივართ და კამექსის გეგმებზეც რომ გითხრათ, რა მიმართულებით ფიქრობთ და განიხილავთ განვითარებას, როგორია მომხმარებლის საკვეთი? ჩვენ ვფიქრობთ ისე და ისევ აზიის კუთხით, რადგან აზია და ჩინეთი ასე ვთქვათ მზარდი ბაზარი არის, ჩვენც ვფიქრობთ რომ აზიის ბაზარი განავითაროთ, დავამოტოთ რაღაც დამატებითი სერვისები, რაც გაუმარტივებს მომხმარებელს კომერციულ მომხმარებელსაც და ფიზიკურ პირებსაც აზიიდან ვთქვათ ამანათების და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას გაუმარტივებს. და საინტერესოა დავაიდენტიფიციროთ ასევე ის მთავარი ბარიერები, რაც დღეს რეალურად ქვეყანაში გადაზიდვების სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უშლის ხელს და ისურვებდით, რომ თუნდაც რეგულაციის დონეზე შეცვლილიყო. იცით თუ გულისხმობთ იმას რომ თქვათ საბაჟო პროცედურის კუთხით გამარტივდეს ეს რა თქმა უნდა საჭირო არის რაც შეეხება გამბაჟების კუთხით ზღვარი საწევს ესეც კარგი იქნებოდა რომ ზღვარი აიწევს იმ კუთხით რომ მომხმარებელს უფრო მეტი შანსი ექნება და უფრო საშუალება ექნება რომ გამოწეროს მრავალი პროდუქტი და ცოტა უფრო ძვირიანი პროდუქტი ეხლა დღესდღეობით 300 ლარიანი ბარიერი არის გამბაჟებთან დაკავშირებით და ეს ასე თუ ისე აფერხებს ზოგს იმიტომ რომ შემდეგ უკვე ემატება ბევრი
დამატებითი ხარჯი, რომ ეს პროდუქტი მიიღოს, თუნდაც გამბაჟება და მომსახურების სერვისები, რაც უნდა გადაიხადონ და უძვირებთ კიდევ ასე ვთქვათ ამ პროდუქტს. თუ გაიზრდება ვთქვათ გამბაჟების ზღვარი, ეს რა თქმა უნდა კარგი იქნება ჩვენ გადამზიდი კომპანიებისთვის და ასევე მომხმარებლებისთვის თავისთავად. კი ბატონო, ორმაგი ეფექტი შეიძლება ამას ჰქონდეს და ბოლოს მოკლედ რას ურჩევდით მომხმარებლებს, რომლებიც შეიძლება იკავებენ თავს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და აზღვევენ რისკებს, ასე ვთქვათ, ამანათების გამოწერის ნაწილში, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება. იცით რა, ანუ გარდა დღევანდელი სიტუაციისა, ბევრი მომხმარებელი მაინც თავს იკავებს გამოწერებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ, რომ არ იქნება ეს სანდო, დაიკარგება ტვირთი, ან თქვათ რაღაც როგორ ზომა არ მოერგებათ, ასე რომ ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა, ტვირთის დაკარგვაზე სრული პასუხისმგებლობით კომპანია, ანუ ჩვენი კომპანია იღებს თუ რაღაცა მსგავსი მოხდება ხოლმე და არ დაიკარგება ტვირთი, დაკარგული ტვირთი ანაზღაურდება რა თქმა უნდა და ნუ ყველა სანდო არის, ანუ თუ მომხმარებელი კარგად გამოიკვლევს, რომელ ამა თუ იმ მაღაზიაში იყიდის პროდუქციას და არ ინდობა რაღაცა ისეთ უცხო საიტებს, ყველაფერი თავის დროზე ჩამოვა, ყველაფერი ის ჩამოვა, რასაც შეუკვეთავენ და არ იქნება რაღაცა საშიში პროცედურა ეს გამოწერება. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კავშირშია საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებლობთან. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფასები 30%-ით მინიმუმ 30% უფრო იაფი არის საზღვარგარეთთან შეძენილ პროდუქციაზე, თუნდაც რომ ავიღოთ მაგალითი ევროპის მაგალითზე, საბერძნეთთან თუ შოპინგობთ მაგალითად არა მასიმა პროდუქცია, რომელიც საქართველოში იყიდება, იგივე სახის პროდუქცია შეიძლება 30, 40 და 50% უფრო იაფად შეიძინოთ ამ ბაზარზე, ჩამოიტანოთ და მაინც იმაზე იაფი გამოგიოთ, ვიდრე საქართველოში შეიძინოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო რჩევებისთვის. იმედია ჩვენი მაყურებელი ამას გაითვალისწინებს. გიგა სეთურიძე, კამექსჯის რეგიონალური განვითარების დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით საერთაშორისო გადაზიდვების სექტორზე, როგორც გავიგეთ ვითარება არც ისე საგანგაშოა, ასე რომ მათ ვინც ონლაინ შოპინგით ხართ დაკავებული, შეგიძლიათ აქტიურად გააგრძელოთ ეს პროცესი.